გადაცემის წარმოდგენია სამოდელო სააგენტო New Models-ი და ქვეყნის ეროვნული სილამაზის კონკურსი Miss Princesa საქართველო. მოგესალმებით. დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი არის უნიჭიერესი თურქეთში მოღვაწე ქალბატონი, რომელმაც ურთულესი გზა გაიარა და დღეს უკვე წარმატებული შემდგარი ქალბატონი გახლავთ. ქალბატონი ანა რუბანოვა. მოგესალმები ანა. მოგესალმებით. მოგვიყევით როგორ დაიწყეთ საერთოდ როგორ მიაღწიეთ წარმატებას რა გზა გაიარეთ პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მოწვევისთვის და მოგილოცოთ ახალი წელი მივულოცავ მთელ საქართველოს ახალი 2025 წელი ხვავის და ბარაკის მომტანი ყოფილიყოს ჯანმრთელობის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს 2025 წელი კი ნამდვილად როგორ გავიარე გზა 27 წლის ასაკში წავედი ემიგრაციაში მოგეხსენებათ ფინანსური პრობლემები იყო საქართველოში მეგონა რომ იავარდებით მოფენილი დამხვდებოდა მაგრამ ძალიან რთული ყოფილა ძალიან გამიჭირდა უკან დაბრუნებაც ვცადე, მაგრამ უკან რომ უნდა დაუბრუნებულიყავი, არაფერი დამხვდებოდა აქ და კიდევ უფრო გაჭირვებაში ჩავარდებოდი. მუშაობდი საკმაოდ რთული სამსახური იყო, სადაც დღეღამის განმავლობაში გვეძინა 25 ქართველი ვიყავით, არასოდეს არ დამავიწყება და თუ რომელიმე მიყურებს, აქედან მინდა ყველა მოვიკითხო. ძალიან მიყვარს ის ხალხი, იმიტომ რომ ის რთული პერიოდი ჩვენ ძალიან სიყვარულით გადავიტანეთ, იქ ერთმანეთს ვამშვიდებდით და ვაწყნარებდით. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს. ძალიან მნიშვნელოვანია და ეხლა თითეული ადამიანი თვალწინ მიდგას ის ქართველები. სამი თვე ვიმუშავე იქ რთულად, შემდეგ სხვა სამსახურში გადავედით. იყო პერიოდი, რომ მუშაობდი, ხელფას არ გვაძლევდნენ, უხელფასოდ ვრჩებოდით მთელი 3 თვის განმავლობაში. და მე მქონდა ის მიზანი დასახული, რომ მე არ უნდა ვყოფილიყავი მოსამსახურე, იმიტომ რომ მე მინდოდა ჩემი შემექმნა ყველაფერი, ხელფასი არ მომცეს. ძალიან გაუბრაზებული ვიყავი. ჩემთან რომ ვინმე იმუშავებს, მე არ შევჭამდა, მე იმას ხელფას გადავუხდი. აი სულ ესეთი ფიქრები მქონდა და ნამდვილად ვასრულებ მაგას დღეს. დღეს მყავს 17 პერსონალი, რომელიც ჩემთან მუშაობს და იმედია რომ ჩემით არიან ძალიან კმაყოფილი საქართველოშიც და სტამბოლშიც. მართლაც აი მე იყო პერიოდი, როდესაც თავიდან პირველად დავიწყე ბიოპროდუქციაზე მუშაობა, მე არაფერი მხვდებოდა, მაგრამ არც ერთი ჩემი პერსონალი არ დამიტოვებია, არც ხელფასის გარეშე და არც ბონუსის გარეშე. იმიტომ რომ თქვენს გზა გამოიარეთ და იცოდით. ძალიან რთული და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩემთან ვინც მუშაობს იყოს ჩემით ბედნიერი და გავაბედნიერო. მოდი მოგვიყევით, როდის შედგა თქვენი კომპანია და რა გზა გაიარეთ? ჩემი კომპანია შედგა 2015 წელში, მაგრამ რაც გავმყარდით 2017 წელი იყო, იმიტომ რომ არც ფული მქონდა. არაფერი არ მქონდა საერთოდ და მინდოდა ჩემი ბრენდი შემექმნა, მინდოდა კომპანია მქონოდა ჩემი საკუთარი, მაგრამ არანაირი სახსრები არ მქონდა. მუშაობდი ღამე. დილით მივდიოდი სასწავლებელში და თან პლუს სადაც ეს მცენარეული ჩვენ ვამზადებთ მცენარეული პროდუქტებით, მაგალითად ფილტვების გასასუფთავებელს, ბრონქიტის სამკურნალოს, ძალიან ბევრი გვაქვს მამაკაცებისთვის, იმპოტენციის პროდუქციას, პროსტატიტისთვის. ამ ყველაფერს უნდა სწავლა და მყავდა 98 წლის მასწავლებელი უხუცესი კაცი იყო, გარდაიცვალა 1 წლის წინ. რომელმაც შემასწავლა ყველაფერი, დილით გამოვიდოდი 6 საათზე სამსახურიდან, სახლში მივიდოდი, მოვწესრიგდებოდი და შემდეგ მივდიოდი სასწავლებელში. შემდეგ სასწავლებლიდან პირდაპირ მივდიოდი სამსახურში. იმდენად მიზანი მქონდა დასახული, რომ ერთი დღე არ უნდა გამეცდინა არც სახლი და არც სამსახური და
ესეთი დაღლილი, უძილარი და მინდოდა რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა, ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებია. თითქოს ვიღაცამ დამაპროგრამა ტვინში ჩამიდო, რომ ანა შენ ამას შეძლებ, ანა შენ ამას გააკეთე. როდესაც მულტისანის კაფსულების შექმნაზე იყო დაბრენდვაზე საუბარი, ფული ვისესხე, რომ დამებრენდა თავიდან. სანამ მაღაზიას გავხსნიდი საკუთარ ჩემსას, მანამდე გეუბნებით. წარმოებელს რომ დავურეკე და ვთხოვე, რომ მე ფული არა მაქვს და ნაწილი რაღაცა შემიძლია მოგცეთ, სხვათა შორის დამირწმუნეთ, რომ რამდენი წელი გავიდა მის შემდეგ და ყოველდღიურად რამდენ სანის კაფსულასაც გავყიდი, იმდენი იმ ადამიანს ლოცა. იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა, სრულიად უცხო ადამიანი. საერთოდ დღემდე ნანახიც არ მყავს, უბრალოდ ტელეფონით გვაქვს კომუნიკაცია. შემდეგ ბიომაღაზიაში დავიწყე ჩემი წარმოება, ჩემი პროდუქციის შეტანა, თავიდან დაბალ პროცენტზე შევედი და დღეს ვარ უკვე 85%-ის ფლოპელი იმ მაღაზიაში. ხო, 15% დარჩა და ისიც მალე ჩემი იქნება. ჯერა ნამდვილად იმდენად მიზანდასახული და მებრძოლი ხარ. დიახ. იცით რატომ ძალიან ბევრჯერ დავეცი. ძალიან ყველა დაცემისას ძალიან მყარად ვდგებოდი. უფრო ძლიერდებოდი, როგორც იხდი. და ყოველთვის მადლობას ვუხდიდი უფალს, მადლობას ვუხდიდი სამყაროს, რომ მე დავეცი, იმიტომ რომ დაცემული როდესაც ხარ ადამიანი, მაგ დროს ხედავ ყველას ნამდვილ სახეს, ვინ არის შენთვის. და მე იმათ ყველას მადლობას ვუხდი, მაშინაც გადავუხადე, ეხლაც ვუხდი მადლობას, იმედია მიყურებენ და მიხვდებიან, რატომაც ვიხდი ამ მადლობას, იმიტომ რომ როდესაც მე დავინახავ, რომ ვინმე დაცემულია, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მე ის წამოვაყენო ფეხზე და რაც შეიძლება მყარად და ძლიერად დავაყენო ფეხზე. მაგრამ მე როდესაც დავცემულ ვარ, გადაუვლიათ ჩემთვის და ეს იმდენად საამაყოა ჩემთვის. მაშინ კი მტკიოდა გული, მაგრამ მალევე ვიაზრებდი იმას, რომ რა კარგია. არავის იმედით არ ვდგებოდი. ჩემი იმედით ვდგებოდი და უფლის იმედით ფეხზე და ძალიან ძლიერად. ეს აისახა თქვენს სამომავლო ბიზნესშიც და რა თქმა უნდა უფრო მეტად წარმატებული და მეტად უფრო ძლიერი ხართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. მოდი გადავიდეთ პროდუქტებზე და გავუკეთოთ პრეზენტაცია თითოეულ პროდუქტს. როგორც ვიცით და ყველა მიცის, რომ საერთოდ ამ საუკუნის დაავადებაა ეს ჭარბწონიანობა, ასევე სხვადასხვა პრობლემები ჯანმრთელობის, რა თქმა უნდა, და მოდი თითოეულ პროდუქტს გავუკეთოთ პრეზენტაცია, რომ უფრო ცლად რა თქმა უნდა გავაცნოთ ინფორმაცია. ჭარბი წონისთვის გამოიყენება სანის კაფსულა და L-კარნიტინეს დეტოქს ჩაი. ნახეთ, სანის კაფსულას არანაირი უკუჩვენება არ აქვს, ორგანიზმში არ აზიანებს არაფერს, იმდენად სასარგებლო მცენარეებს შეიცავს, პირიქით ძალიან ბევრი დაავადება განუკურნებია და რაც მთავარია, ძალიან კარგი არის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, თუნდაც არ გქონდეს ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი აქვს. აი იმისთვისაც კარგია, იმიტომ რომ შაქრის დონეს არეგულირებს სისხლში. აქვეითებს ჭამის მადას და წვავს ცხიმს. ჩაი აკეთებს დეტოქსიკაციას, ორგანიზმს აუცილებლად ჭირდება გასუფთავება, როგორც ადამიანებს ჩვენ გვჭირდება დაბანა, გასუფთავება და გაწმინდა, ისე ჭირდება ჩვენს კუჭ-ნაწლავს გასუფთავება, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავს, არანაირად არ აზიანებს არაფერს, რომ ესმის ხოლმე, რომ მომხმარებელი გვირეკავს და გვეუბნება, იცით რა, მე რაღაც ჩაიდავლიე და ცუდად გამხადა და კალიუმი, კალციუმი, ყველაფერი გამომიდევნა ძვლებიდან და ორგანიზმიდან. ჩვენ არ გვაქვს ეგ სავალალო შედეგები პირიქით. ჩვენთან მოსული მომხმარებელი ჩვენგან აღარ მიდის. იმდენად მოსწონთ. ეს არის კოლაგენ დეტოქსი, რომელიც თან დეტოქს ჩაი არის და თან შეიცავს კოლაგენს. და ჩვენ ვაძლევთ ესე
ცანის კაფსულა კოლაგენ დეტოქსი არჩევანს აკეთებს მომხმარებელი. ან მაგალითად გააჩნია რამდენი კილოა, იმის მიხედვით რჩევებს ვაძლევთ, რომელი ჯობია და რომელი იმისთვის უფრო სასარგებლოა. ეს ორი პროდუქტია, წონაში დასაკლები არის იდეალური. 5-დან 12 კილომდე არის კლება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია ჩვენი ორგანიზმი. შეიძლება მე დავიკლო 5 კილო და თქვენ დაიკლოთ 7 კილო. ნატამ დაიკლოს 8 კილო. ლელამ დაიკლოს 12 კილო. ვერ გავიგებთ, იმდენად ინდივიდუალურია ჩვენი ორგანიზმი, მაგრამ მე მინდოდა პირველი მე თქვა ეს არის კურკუმას ექსტრაქტი, ჯადოსნური ოქროსითხე, რომელიც არის სიმსივნის კიბოს მტერი, ანადგურებს სიმსივნეს, პლუს არის ძალიან კარგი სამკურნალოდ პროფილაქტიკისთვის ბოდიშით და რაც მთავარია, აქრობს ვიტილიკოს. 100%-ით აქრობს ვიტილიკოს. მზის პიგმენტურ ლაქებს, სახეზე აკნე, გამონაყარი თუ გვაქვს, ან ფილტვებზე გვაქვს პრობლემა დაუშვათ ბრონქებზე, ნაღველზე, ღვიძლზე, კუჭნაწლავზე, გულზე, თავის ტვინზე. ანუ მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის არის ძალიან სასარგებლო კურკუმას ექსტრაქტი. კურკუმას ექსტრაქტი როგორც სითხის, ასევე გვაქვს კაფსულების სახით. ეხლა გადავიდეთ სილამაზეზე. ეს არის სილამაზის ელექსირი, კოლაგენი, რომელიც არის ტიპი 1, ტიპი 2, ტიპი 3. ანუ ძვალსახსროვანი სისტემის, კუნთების და სახისკანის თმების, ფრჩხილების და ასე შემდეგ. აქრობს ნაოჭებს, სახეს ხდის უფრო გლუვს და ბზინვარეს, აჩერებს თმის ცვენას, რაც ყველაზე დიდი ის არის დღეს პრობლემა ჩვენთან. პანდემიის შემდგომ ძალიან დიდი პრობლემაა საზოგადოებაში. კი. ამოყავს გაცვენილი თმა და ამოდის ჯანსაღი ბზინვარე საუკეთესო თმამტრევადი ფრჩხილები, ვისაც აქვს იმათვის იდეალურია და რაც თავარია ასაკის მატებასთან ერთად შემიძლია ესეთი ტერმინი, ჩემი საყვარელი ტერმინი გამოვიყენო, მუხლები, ჩვენი ძვლები, სახსრები იწყებს ჭრიჭინს. აი როგორც მაგალითად კარებს ჭირდება დაზეთვა, ისე ჭირდება ჩვენ სახსრებს დაზეთვა და კოლაგენით შევსება. ანუ კოლაგენი არის საყრდენი, საშენი მასალა ჩვენი ორგანიზმისთვის, ჩვენი სახისკანისთვის, რომელიც მყარად აყენებს სახისკანს და გამოკვებავს ჩვენ სახისკანს და არის გლუვი, ბზინვარე და ბრჭყვიალა. აი მაგალითად ჩემი სახისკანი როგორც გამოიყურება ახლა ესეთია ზუსტად. პლუს გვაქვს ეს კოლაგენი ჰიალურონსაც შეიცავს და მეტყვიან ხოლმე რომ C ვიტამინს შეიცავს. კოლაგენი არ არსებობს C ვიტამინის გარეშე. უბრალოდ კოლაგენის რაოდენობა უნდა ვიცოდეთ. მაგალითად შეიძლება 20 წლიდან 30 წლამდე გამოიყენონ 2000 მილიგრამიანი, 2500 მილიგრამიანი, 5000 მილიგრამიანი კოლაგენი, მაგრამ 35 წლის ზემოთ უკვე აუცილებელია კოლაგენი იყოს 8500 მილიგრამიანი, 9336-იანია ეს 10000-იანი და 12000 მილიგრამიანი. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორც ომეგა-3 მაგალითად რამდენი მილიგრამიანი ჯობია. აი მაგალითად მე თუ მკითხეთ და მე რომელს ვიყენებ და რომელიც რეკომენდაციას ვუწევ არის 2000 მილიგრამიანის იდეალური ომეგა-3. ჩვენ ეგეც გვაქვს, უბრალოდ მე არ წამოვიღე და არ ჩავთვალე საჭიროდ. ეს არის ხო ჰიალურონს შეიცავს თქვი, ჰიალურონის მჟავა ცალკე გვაქვს ტაბლეტების სახით. სითხის სახით გქონდა, მაგრამ მე პროდუქტს არ გამოვიტან ისე და არ გავუწევ რეკომენდაციას თუ ჯერ საკუთარ თავზე არ დავტესტე და ჩემ ოჯახის წევრებზე. შემდეგ გამოაქვს და ვაცნობ ხალხს. კიდევ რაც შეეხება გვაქვს კოვიდის შემდეგ ყველას ნერვები გვაქვს მოშლილი, ყველა ვართ გაღიზიანებული. ბედნიერების კაფსულა, რომელიც არის სრულად მცენარეული, ამშვიდებს, აძინებს და დილით ვიღვიძებთ ბედნიერები. კარგ ხასიათზე, ოღონდ მართლა. ძალიან საინტერესოა. ეს მე მგონი წეგან ლაივშიც აღუნიშნე, სრულად საქართველოს გვჭირდება ეს კაფსულები. არა მარტო საქართველოს, მთელ მსოფლიოს ნამდვილად. ჩვენ მეც გვჭირდებათ, თქვენც გჭირდებათ და ყველას გჭირდებათ, იმიტომ რომ ძალიან რთული პერიოდი გადავიტანეთ. კი, ის 2 წელი მართლა ძალიან რთული იყო ჩემთვისაც და ყველასთვის.
საქართველოშიც და მსოფლიოშიც. კი ბატონო, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. მინდა გითხრათ. ვფიქრობ, რომ ამომწურავით და წეხა საუბარში აღნიშნეთ, რომ ხართ ჩართული სხვადასხვა დაწესებულებებს ეხმარებით, როგორც არის მოხუცთა თავშესაფარი და ასე შემდეგ. მოდი მოგვიყევით ამ საინტერესო და შთამბეჭდავი მოვლენის შესახებ. ზოგადად სიკეთეს საჯაროდ ავსაუბრობ. პირველ რიგში ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ძალიან მიყვარს მოხუცები. ძალიან მიყვარს მოხუცები და ბავშვები. და მე მათთვის რას ვაკეთებ, ამას საჯაროდ არ ვამბობ. მიყვარს ქველმოქმედება, მიყვარს დახმარება და არავის თუ რამე შემიძლია რომ გავაკეთო და დავეხმარო, უკან არ დავიხ. დიახ, შვენიერია. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უფრო უნდა გავისარდო. კიდევ ვარ გასაზრდელი და კიდევ მინდა რომ უფრო ნელი ნაბიჯებით საფეხურებით ვიარო. თუმცა როგორც წეგან საუბარში აღნიშნეთ და საერთოდ თქვენი ისტორია რომ მოვისმინე, იქიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში იპოვეთ საკუთარი თავი, ნულიდან დაწყებული ბიზნესი, ეს მე მგონი ძლიერი ქალბატონების დამახასიათებელი თვისება და ნიშანია. მოდი, რა რჩევას მისცემთ ქალბატონებს თქვენი გადასახედიდან? როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი? რომ დაადგეს ფეხზე, ნულიდან დაიწყოს, ცოტა რჩევები რომ მივცეთ ჩვენს ქალბატონებს. ძლიერ ქალებს არ ჭირდებათ რჩევები. მიზანდასახული უნდა იყოს პირველ რიგში. არ უნდა იყოს წუწუნა. დღეს შეიძლება საწოლი არ გქონდეს და სკამზე დამჯდარმა დაიცინო. და ხვალ შეიძლება ისეთი სახლი გქონდეს და ისეთი საწოლი გქონდეს, უბრალოდ არ ვტიროდი, მე არ წუწუნებდი. ძალიან ბევრს ვუძლებდი. ეს ემიგრაციამ გასწავლა, ალბათ, უფრო მეტად გაამყარე შენი უფრო ძლიერი მხარეები, ისწავლე ბრძოლა. თუმცა ჩვენს ქვეყანაში არიან ქალბატონები, რომლებმაც არ იციან არც ემიგრაცია, არც დაუშვათ ბევრი რამ, მაგრამ სჭირდებათ რჩევა, რომლებსაც სჭირდებათ უფრო მოძლიერდნენ, ახალი ნაბიჯები გადადგან. იცით რა არის, 21 საუკუნეში ვცხოვრობთ და ყველა ქალბატონმა იცის, დღეს ძალიან ადვილია იყო ძლიერი და იყო წარმატებული. შეიძლება გაყიდვები არ იცოდე, მაგრამ რაღაც მოგსოვო და ის აჩვენო ვინმეს და შეიძლება გადაუღო ფოტო, დადო Facebook-ზე და გაყიდო. არა, ეს მეც არ ვიცოდი, რაც დავიწყე, ესეთი ნაბიჯები ძალიან ბევრი ფული დავკარგე, ძალიან ბევრჯერ როგორ თქვა, არ ვიცი, ანუ რაც ჩავდე, ხო? მოგება და არ დავნებდი. თუმცა მეუბნებოდნენ, რომ ანა არ გამოგდის და არა, მე ეს გამოგდის. მე ეს გამომივა. ანუ ქალბატონებს მოუწოდებ იმას, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავს. რა თქმა უნდა, თავიდან არ გამოგვივიდეს, მაგრამ შრომა. შრომის ფასდება, დიახ. რა თქმა უნდა, შრომის ფასი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე. რა შეცვლიდი ცხოვრებაში? ცხოვრებაში შევცვლიდი იმას, რომ ძალიან ადვილად ვენდობი ადამიანებს. ყველა ადამიანი მგონია კეთილი. არ მგონია თუ ამ ქვეყანაზე არსებობს ბოროტი ადამიანები. არ მგონია ხოლმე, მაგრამ რომ გამოაჩენენ ხოლმე ხანდახან. მე ვიტყვი ხოლმე, რომ მოდი რა, ჯერ გაიცანი, ვინ არის, რა არის, როგორი არის და მერე შემოუშვი შენს ცხოვრებაში, მერე შემოუშვი შენს მეგობრად, თანამშრომლად, ზოგადად ვსაუბრობ. შევცვლიდი იმას, რომ ნდობა დავკარგე ადამიანების. ძალიან სამწუხაროა, თუმცა იმ ბოროტსაც ზოგჯერ თავისთავი ანგელოზი გონია, რომელშიც ცდება ძალიან. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისთავი ანგელოზი გონია, ყველა ადამიანს თავისთავი მართალი გონია, მაგრამ მე ერთადერთი მჯერა უფლის და ბუმერანგის.
კი, ნამდვილად საინტერესო თემებია. ბუმერანგი ეს ისეთი რამ არის, ყველაფერს დაგინგრევს და გაგინადგურებს. ამიტომ გაუშვათ სითბო, სიყვარული, პოზიტივი, ამას რა ჯობია, გვიყვარდეს ერთმანეთი და რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება. რისი გეშინია? ცხოვრებაში მეშინია ორადორი რამის. ეს არის ხალატი და ეს არის ბუმერანგის კანონი. აი ძალიან მეშინია ბუმერანგის და ღალატის. თუმცა შენ ისეთი მშვიდი ხარ, ისეთი კეთილი ხარ, რომ არა მგონია შენთან ბუმერანგის პრინციპმა იმუშაოს. იცით რა არის? ადამიანები შეცდომებს სადღაც რაღაცას მაინც უშვებთ. არ არსებობს უშეცდომო ადამიანი. არ არსებობს რომ რაღაც სადღაც არ შეგვეშალოს, მაგრამ შეიძლება გაუაზრებლად, შეიძლება გააზრებულად. მაგრამ მაინც მეშინია, იმიტომ რომ არასოდეს არ მიფიქრია და არ მომინდომებია ვინმესთვის ცუდი გამეკეთებიოს ან ვინმესთვის სიბოროტე რაღაც, აი მსგავსი არასოდეს არ მიფიქრია, მაგრამ შეიძლება რაღაც გამოვიდა ხოლმე, არ ვიცი, მაგრამ იცით რა არის? იმდენად შიში მაქვს მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე დავფიქრდე. ან შეიძლება ხვდებოდე რომ ის ცუდია და გითხრათ თქო, იცით რა, ესე არ გავაკეთოთ და მოდი ასე გავაკეთოთ, მაგრამ თუ ეხლა დავუშვათ თქვენ გინდათ რომ უნდა გააკეთოთ მაინდა მაინც ეს უკვე ჩემი ბრალი არ არის და ამ ბუმერანგის მე აღარ უნდა მეშინოდეს, ხო? მაგრამ ხალატის და ბუმერანგის შიში მაქვს ხოლო და ქვეყანაზე მეტის არა. ურთულესი მიმართულება ორივე. მინდა გითხრათ და ნამდვილად უნდა გვეშინოდეს აუცილებლად. დიახ. არ გიღალატებ და არც უნდა მიღალატო, მაგრამ ხდება. მაგრამ რჩება ის მაგრამ და ზოგი ღალატისთვის არის დაბადებული. ზოგი სიკეთისთვის არის დაბადებული, ზოგი სიყვარულისთვის არის დაბადებული. ზოგი თაღლითობისთვის არის დაბადებული და ასე შემდეგ. ხო, ახლა ღალატში არ ჩათვალონ ის, რომ ქალის და მამაკაცის ურთიერთობის ღალატზე აქვს საუბარი. ღალატი ყველაფერში შეიძლება რომ იყოს. რა თქმა უნდა, საქმეში და ასე შემდეგ ურთიერთობებში, საქმიან ურთიერთობებში, დიახ. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. ძალიან საინტერესო და მინდა რომ წარმატებები გისურვოთ. ძალიან ბევრი წარმატებები. არ არის ადვილი ნამდვილად უცხო ქვეყანაში ნულიდან დაიწყო საქმე და არა მარტო თქვენი თავი, არამედ სხვების დაასაქმოთ და გაახაროთ, გააბედნიეროთ. ეს მე მგონი ძალიან ესეთი დიდი საქმეა და ვფიქრობ რომ ბუმერანგი დაგიბრუნდება სიკეთით. დიახ. ამ შემთხვევაში, დიახ. წარმატებები, ბევრი წარმატებები, რა თქმა უნდა, მეც მოგილოცავ 2025 წელს წარმატების წინსვლის ბედნიერების წელი ყოფილიყოს შენი კომპანიისთვის, შენთვის და რა თქმა უნდა, ყველა სრულიად საქართველოს ვულოცავ 2025 წლის შემოგზანებას და ყოფილიყოს მშვიდობის, წარმატების, ხვავის და ბარაკის წელი. და რა თქმა უნდა, გვიყვარდეს ერთმანეთი. ყველაზე მნიშვნელოვანი. მეც დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისთვის და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის თქვენი გაცნობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, რა თქმა უნდა. ჩვენ რა თქმა უნდა, ერთი კვირის გემშვიდობებით წარმატებულ და ბედნიერ კვირის დღეს გისურვებთ.